ახლა გავაკეთოთ გაშლა, შერიგდებით თუ არა. ძალიან გთხოვთ, ვინც 5 და 10 წელი ხართ დაცილებულები, არ უყუროთ ამ გაშლას. აქ იქნება საუბარი ახლად დაშლილ წყვილზე. ვარიანტი გვექნება აქ 2. პირველი და მეორე ჩაიფიქრეთ და დავიწყოთ. პირველი ვარიანტი, რა ენერგიებში ხართ თქვენ? ნუ თქვენ ძალიან ემოციებს ხართ აყოლილები, აქ რაღაცა გულს ქონდა ადგილი, რაღაცა გაუგებრობა იყო ბევრი, კონფლიქტები იყო ბევრი და კარმის დროც დადგა. აქ კარმული მომენტი გაქვთ თქვენს და თქვენ ჩაფიქრებულ ადამიანსაც. აქ იყო რესურსების არასწორი გადანაწილება, ვიღაცა მეცაძლებდა, ვიღაცა ისულ იღებდა. აქ იყო არჩევანი. აქ იყო რაღაცა არასწორი თქვენი იმედები და ოცნებები მომავალზე, რასაც ვერ აღიქვავდით თითქოს საღად რეალობას, რა გეგონათ და რა იყო. ვიღაცას გეგონათ, რომ ეს თქვენი ბედია. და ეს ადამიანი არასდროს გაგიშვებდათ. მეორე ნაწილთან დეპრესია, აქაც სულ კონფლიქტები და მსხრევა. წასვლა, აქ მეტი წილი თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი წავიდა თქვენგან. კარგით, გადავიდეთ ახლა ჩვენს კითხვაზე და შერიგდებით თუ არა, მოდით მე ავიღებ 2 თვეს, თქვენთვის სასურველი ვადა ჩაიფიქრეთ. 2 თვეში რა იქნება თქვენ შორის? ორი თვის მანძილზე აქ გელოდებათ კომუნიკაცია. ამას მოუნდება შანსი, რომ ისევ თქვენთან იყოს. რიგდებით კიდევაც თითქოს, მაგრამ აქ შემდეგ ისევ კონფლიქტი და ისევ წასვლა. ანუ არის რაღაც, ანუ ორი თვის მანძილზე ვამბობ, მე იქნება კომუნიკაცია, შეიძლება რაღაც შერიგების კარგი პერსპექტივა, თითქოს ურთიერთობა ლაგდება, შეიძლება რაღაც მომენტში თავი ძალიან კარგადაც იქნოთ, მაგრამ აქ შემდეგ ყველაფერი იმსხვრევა. კარგით, ვნახოთ ზოგადად, იქნებით თუ არა ამ ადამიანთან გრძელვადიან ურთიერთობაში. აქ ბევრთან მაგია. ჩატარდა სამუშაო, მასტერი იყო აქ კაცი, გზაზე სადღაც, ანუ ვინც გააკეთა იმას სადღაც გზაზე წასვლა მოუწია, ეს არ იყო იმავე ქალაქში. და ამის გამო შეიძლება დაცილდეთ, კი არა და აღარ შერიგდეთ, ანუ დაცილდით მაგის გამო და ვეღარ შერიგდეთ, ან აღარ შერიგდეთ. თქვენ რა უნდა გააკეთოთ ამ შემთხვევაში? თქვენ უნდა ისარგებლოთ მომენტით და დაისვენოთ, თქვენ გადაკლილი ხართ აქ, ზედმეტი მოძრაობით, აქტიურობით. რა უნდა გააკეთოთ ურთიერთობის შენარჩუნება გინდათ. გამოხვიდეთ, ჩარჩვებინეთ და დაიწყოთ მოძრაობა და რა აკეთოთ. შეცვალოთ ყველაფერი, შეცვალოთ თქვენი თავი, შეცვალოთ საფუძველობა და ვიღაცა აქ უნდა გამოვიდეს დეპრესიიდან, ვიღაცამ კი უნდა აღიქვას ნამდვილად ამ სიტუაციას სიმძიმე, ზოგიერთებით თითქოს იოლოდ უყურებთ ამ ყველაფერს, მაგრამ აქ ვიღაცასთან სიტუაცია იმაზე ცუდია, ვიდრე გონია. და ეს ციკლურია, თითქოს ერთ წრეზე ტრიალებთ. აქ უნდა დაფიქრდეთ, რატომ მოგდით ეგ სულ. შეიძლება ტიპაჟურად ერთნაირი პარტნიორები გხდებოდეთ, ვისთანაც ურთიერთობა არ გეწყობათ, ვინც რაღაც ერთი, ანუ არ არის აუცილებელი, კი არა საერთოდ ეგ არაფერ შუაში არ არის, გარეგნობით გვაბდნენ ერთმანეთს. ანუ შეიძლება თქვენ თავს გრძნობდეთ ადამიანებთან ერთნაირად, რაღაცა ერთნაირად გაწყენინებდნენ, ერთნაირად არ გაკმაყოფილებდნენ,
რაღაცეებში ვერ გიგებენ, რაღაცაში გთრგუნავენ, აქ თითქოს შეიძლება მაგია თქვენზე იყოს გაკეთებული, თუ ეს ხშირად ხდება და თქვენ ერთნაირი ადამიანები გხვდებათ და მეტნაკლებად ძირფესვიანად რომ განვიხილოთ ეს პარტნიორები ერთმანეთს გვანან რაღაცაში. შეიძლება საქციელი სხვადასხვანაირი იყოს, მაგრამ თქვენი შეგრძნებები გავდეს ერთმანეთს ძალიან. მაშინ აქ თქვენც გჭირდებათ წმენდა. თქვენ უნდა დაიცვათ აქ თავი ეშმაკისგან. აქ თქვენ მსხვერპლი ხართ. დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურეთ, ვისიც არის ეს გაშლა კი მიხდებოდით. გადავიდეთ მეორეს, რა ენერგიებში ხართ, აქ მოლოდინში ხართ. ნუ ხო, თუ დაცილებულები ხართ და უყურებთ ამ გაშლას, ესე იგი მოლოდინში ხართ. ვიღაცა სახელი გასვლა არ უნდა, კომუნიკაცია არავისთან არ უნდა, ზის გაბუსტული, გაბუტული, ნაწყენი, არა და არის აქ შანსი, ნახეთ, ღმერთი აძლევს თას სავსე ყველაფერი კარგით, სიხარული, მაგრამ ვერ ხედავს ამ შანსს. ვერც კი არც კი იღურება იქით. აქ თქვენი ნეგატიური ფიქრები გაფერხებთ და ის რომ არ შეგიძლიათ თითქოს რაღაც შანსები დაინახოთ და იმედები იმდენად გაცრუებული რომ არაფრის გკეთება არ გინდათ, გონიათ რომ არაფერი არ გამოვა. თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი შეიძლება იყოს წყლის სტიქია, ყველასთან არა რა თქმა უნდა. ბევრი იქნებით გზაზე, მანძილზე ამ ადამიანისგან. და ბევრთან თვითონ პარტნიორი წავიდა. ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი რა ენერგიებშია. თავის ოცნებებისკენ მირბის. ტრანსფორმაციაშია, იცვლება. როგორი იყო დეპრესია, სამკუთხედი, არჩევანი და როგორი არის ახლა. თითქოს რაღაც თავიდან დაიწყო, განულდა და თავიდან დაიწყო. გონია რომ ახლა მისთვის საუკეთესო პერიოდია, სამართლიანობა აღიდგინოს თავის სხვადასხვა სფეროებში. ეს ეხება ზოგთან ფინანსებს, ზოგთან კი თითქოს თვითონ მეც გასცემდა სამყაროში ადამიანების მიმართ არ აქვს მნიშვნელობა, ვიდრე იღებდა და აი ამ ბალანსის აღდგენა უნდა. თუ იცანით თქვენი სიტუაცია, მაშინ უსმინეთ პასუხს, შერიგდებით თუ არა ახლო მომავალში, აქაც ავიღებ ორ თვეს თქვენთვის სასურველი ვადა ჩაიფიქრეთ. აქ მძიმე სიტუაცია. აქ 90% ორი თვის ვადაში არ რიგდებით და ვინ რიგდებით რა შემთხვევაში. თუ ხართ მისი კანონიერი მეუღლე, შესაძლოა შერიგდეთ. და აქ თავი უნდა დაიცვათ ვიღაცა ქალისგან. ანუ ვიღაცასთან აქ სამკუთხედი იყო. მე თუ მკითხავთ თავი, თქვენ კი არ უნდა დაიცვათ. მამაკაცმა უნდა გააკეთოს ასე, რომ მესამე პირები აქ აღარ ჩაერიონ, მაგრამ ნუ ასეა. ყველასთან არ არის ეს სასიყვარულო ურთიერთობა მესამე. ზოგთან შეიძლება იყოს ნათესავი დედა და რა ვიცი, ყოფილი მეუღლე. ნერვიულობა გელოდებათ სამომავლოდ. რჩება თქვენ, რჩება. რაღაცა თქვენთვის გაუგებარი და ტყუილი. ეს უნდა გაარკვიოთ. მადლობა ყველას მოგურეთ. პირად კონსულტაციებზე ჩასაწერად მომმარხეთ აღწერილობაში მითითებულ ნომერზე, ვიბერზე ან WhatsApp-ზე, თუ შეიძლება მომწერეთ. არ დარეკოთ, ძალიან მალე მიიღებ პასუხს. მადლობა ყველას.